ძვირფასო ექიმებო, მოვედი ძალიან საჭირო ბოროტო თემით. თქვენთვის ნამდვილად არ არის ეს თემა საინტერესო, თუმცა ბევრი ქალბატონისთვის ჩვენი მაყურებლების ნუსხაში და სიაში აიქნება ეს ნამდვილად საინტერესო. მაშასე, კარგად ცივა და რაც არ უნდა გვეზარებოდეს, მე პირადად მეზარება და არ გვიყვარდეს, მაინც გვიწევს ხოლმე ეგრეთ წოდებული კოლგოტების ჩაცმა. ანუ შენ რაც გაცვია? დიახ, უბრალოდ ფიზიკურად სხვანაირად ვერ ჩაიცვა ქვედა ბოლოს თუ არ ჩაიცვა კოლგოტს. ხო და? ხო, მაგრამ იქ რაღაც სქელი უნდა იყოს, ხო, რომ არ შეგცივდეს თუ როგორ არის ეგ? როგორ არის და იქ არის დენების მიხედვით არის ძალიან თხელი და არის ძალიან სქელი. ეს სტილზეც არის დამოკიდებული, რას იცვამ და როგორ მოიხდენს ეს ყველაფერი და ასევე როგორი თბორეგულაცია გაქვს, რამდენად ცივა და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა მე სულ სხვა რამეზე ვაპირებ საუბარს კოლგოტთან მიმართებაში. აბა, გისმენ. ზოგჯერ ხდება ისე ხოლმე, რომ ეს ჩვენი კოლგოტი, რომელიც ჩავიცვით, ვერ ივაშკაცებს და ვერ იყოჩაღებს. ანუ ვერ წხვდებით, რა შეიძლება მოუვიდეს კოლგოტს, ხო? არ ვიცი ნამდვილად. არსებობს ესეთი გამოდმა თქვენი, რომ თვალი წაუვიდა კოლგოტსო, გაგიგიათ? თვალი წაუვიდა რას ნიშნავს? თვალი ეცა? არა. გაირღვა. გაირღვა, ანუ იქ რაღაცა დაირღვა მისი მთლიანობა და შემდეგ აი ეს ნაქსოვი, ქსოვა, ეს თლზე შეიძლება ჩამოვიდეს და აღმოჩნდეს, რომ შენ დადიხარ გახეული კოლგოტით. ეს არ არის კარგი ამბავი, უხერხული შეგრძნებაც არის, გახსოვს სტუდენტები კოლგოტით. მივახიე კალბოტკა და დარბოდნენ ამითი. ეს რა არის? ჩხილის ლაკი. კი ბატონო. ანუ გარეთ რო მეტაკლებად ლევანი უფრო მეტად ინფორმირებულია. კი, ჩვენი ხშირი მშველელი იყო ხოლმე, ან არის ხოლმე ჩხილის ლაკი, რომელიც თუ კი გაგვიმართლა და ისეთ ადგილას გაიხა ეს კოლგოტი, რომელიც არ ჩანს მაგალითად, აი ან მაღლა, ან პირიქით ტერფთან არის და ფეხსაცმელში იმალება, მაშინ ეს არის შვება და მისწრება. რომ უფრო მეტად არ გაიყო. დააფიქსირებ, რომ აღარ გამოგრძელდეს, ესე ვთქვა, თვალის გაქცევა. ასევე თმის ლაკიც გამომიყენებია, მე სამსახურში ზოგჯერ დამმართნია და უცებ თმის ლაკსაც შეუძლია ეს პატარა ფიქსაციის უნარი მოგცეს, მაგრამ სხვა გამოსავალზე მინდა ახლა მე ვესაუბრო ჩვენს შენ გეცოდინება სხვა ხა იქ. იცი რა მახსენდება, აი ჩვენ ბავშვობაში რა აუდიო კასეტები რო იყო და რო წყდებოდა. აი ლაკით რო აქ, კი. რაც მე მაგაზე მაქვს ნაწვალები. და მე შეშებოდი ფანქრით, გადახვევა ფანქრით რა მაგარია. ხო, იგივეა ესეც, ზუსტად ესე ფიქსირდება კოლგოტის თვალიც. თიკაი წარმოედგინე თუ უკვე ადამიანი სახლიდან არის გასული და ქუჩაში წავიდა თვალი. ამ შემთხვევაში რა ხდება? რა უნდა გააკეთო? თვალი თუ წავიდა შენ სასულია შენი საქმე ხელიდან. მოკლედ არ ვიცი ახლა რამდენად საშუალება რომ უცებ მიბრუნდეს სახლში და გამოიცვალო არა. ხო, აი ამ შემთხვევაში რა ხდება? შეიძლება სამსახურში იყო ასეთ დროს ან უბრალოდ ფიზიკურად არ ქონდეს საშუალება რომ გაიქცე უახლოეს მაღაზიაში, მარკეტში თუ აფთიაქში, ვერგან იყიდება ეს კოლგოტი. ან და უბრალოდ გაიხადო, მაგრამ შეგცივდება, ან უნდა გაყინო კოლგოტი. დაქნა? გაყინო? ვა, გაყინო? და გაყინო. გაყინდო თუ გაყინო? არა მგონია ვინმეს მოუნდეს გამოყენებული თვალწასული კოლგოტის ყიდვა, მაგრამ გაყინვა შეიძლება მოგინდეთ და მოდით გავარკვიოთ იმ ახალი მიდგომის ტენდენციის შესახებ, რომელიც გავრცელდა TikTok-ზე, მოკლედ ქალბატონები გვეუბნებიან, რომ ძალიან ეფექტურია საყინულეში კოლგოტის გაყინვა მის გამოყენებამდე, ჩაცმამდე და ნახეთ როგორ აკეთებენ ამ ყველაფერს. ვიღებთ კოლგოტს, ჯამი გჭირდება წყლით, ამ შემთხვევაში და გჭირდება ესეთი პარკი საკეტით, რომელიც შექმნის ერთგვარ, ესე ვთქვათ, ვაკუუმს. ამას გარეთ რო ხარ მაშინ აკეთებ? არა, ამას აკეთებ, იყიდე კოლგოტი, მოიტანე რეზო სახლში, განახორციელე ეს აქტი და შემდეგ ჩაიცვალ. ეხლა რა ხდება? არ ნახე ვიყიდე კოლგოტი. გავხსენი. არ მწმია. სუფთა კიცკიცა. არის გარღვეული. შავდე, არა, ახალი რატოა გარღვეული? ვერ ხვდე, აბა რატო ყინო? იმიტომ რომ არ გაირღვეს შემდეგ, თვალი არ გაექცეს. თვალი რო არ ეცეს. არ გაექცეს, იმიტომ რომ ნახე ზოგჯერ ჩაცმის დროს შეიძლება ჩხილი გამოგედოს ან დავუშვათ სამკაული გამოგედოს ან შემდეგ გაუარო რაღაცას და იქ გაკრა ფეხი და გაიხეს. ამიტომ არ გვინდა რომ გაიხეს. ჩავასველებ შეულებრივ ცივ წყალში. დიახ. ჩავასველე ცივ წყალში. კარგად.
შემდეგ ოდნავ გავწურავ, მაგრამ არასრულად, არა ძალიან. და შემდეგ ამ ნამიანი ყველაფერს დაიყო? ჩავდებ ესეთ პარკში, სარკეტიან პარკში, სადაც შევეცდები, რომ მაქსიმალურად ეს ჰაერი გამოუშვა და ისე გადავკეტო. შემდეგ მივდივარ მაცივარში. მოგზანდი. გაგიღებ მეცადე. საყინულეში ჩავდებთ, რა თქმა უნდა. და ვივიწყებთ და ვასვენებთ 24 საათით. ანუ ერთი დღეღამე უნდა იმყოფებოდეს ამ მაცივარში. ანუ ესე იგი სახში თუ მივედი და გამოვაღე მათ ისა საყინულე და დამხთა ის კოლგოტები ეს ნიშნავს რომ ჩემგან ეს ნიშნავს რომ სოლი მოგიყვანია რეზო გილოცა ვაშა მე მინდა ესეთი კოლგოტები შენს მაცივარში ყოშაყრეზო მაგრამ ჯერ ჩემს მაცივარშია და შენ ამაზე იზმრე თუ შეიძლება რა შეხება 24 ამ ეტაპზე ჩემი მაცივარი ცარიელია სამწუხაროდ ანუ კოლგოტები ისე თავისუფალია რეზოს მაცივარი შესაძლებლად მისი გულიც კარგი ამასობაში გავიდა 24 საათი გააიყინა უკვე ჩემი კოლგოტი და გამოვიხებ ну ვითომ ახლა მართლა ხო არ გაიყინებ მეორე დღეს ერთი წუთია რაც მეორე დღეს გამოვიღეთ რა თქმა უნდა გავალღობთ აი ამ გაყინულ კოლგოტს ვერაფრით ვერ ჩაიცვა გავალღობთ და შემდეგ ჩავიცვამთ ამბობენ რომ საკმაოდ ხანგრძლივად გვემსახურება ეს კონკრეტული კოლგოტი გაყინვის შემდგომ და მე მგონი დადგირს მით უფრო რომ ჯერ კიდევ ცივა ჯერ კიდევ ზამთარია ჯერ კიდევ გჭირდება კოლგოტები და რაც უფრო თხელია კოლგოტი მით უფრო სწრაფად აუცილებლად უნდა გავაშოთ რომ გამოვიღებთ ხო? ხო რა თქმა უნდა რომ გამოვღვება ავტომატურად ამ სიტყვაში გაიშვება კიდევ ამას თვითონ ეს წარმოებელი რატო არ აკეთებს? აი ჩვენ რატო გვიწევს? აბსოლუტურად სწორი შეკითხვა. რა კარგი შენიშვნა. იცი რა, ალბათ თავის დროზე ეს TikTok-ი არ იყო ესეთი აქტუალური. როგორი ფიქრა და ვინ მოიფიქრა მსგავსი ხრიკი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ მოიფიქრეს, ფაქტია რომ მოვიდა ჩვენამდე და ახლა უკვე რადგანაც თქვენამდეც მოვიდა ეს ინფორმაცია ჩვენი დახმარებით, მოდით ვსინჯოთ, რა იცით, რა ხანგრძლივობით გვემსახუროს თითო კოლგოტი, იმიტომ რომ თან არ არის ადვილი კარგად რომ მოირგო განსაკუთრებულად ხორცისფერი კოლგოტი, სწორი ფერის და სწორი ქსოვის ფეხზე და თუ კი ამას მიაღწევთ, მაშინ მოდით გაყინეთ, რა იცით, მთელი სეზონი გასიამოვნოთ. მადლობთ, დიდი მადლობა ამ შემთხვევაში, მადლობა TikTok-ს, რადგანაც ესეთი ხრიკი მოვისმინეთ უკვე გადაცემის დასასრულს. გემშვიდობებით, მხოლოდ და მხოლოდ ხვალამდე, ჩვენს ექიმებს ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი კონკრეტული რჩევებისთვის, ხვალ კი შევხვდებით ახალი რჩევებისთვის, ასე რომ ხვალ ისევ ნამდვილი ექიმების გადაცემა გელოდებათ ისევ და ისევ თქვენ. ნახვამდის.